როგორ ფიქრობ, ვინ იცის ყველაფერი შენ შესახებ? არა, სპეცსამსახური აქ არაფერ შუაშია. TikTok-მა, Facebook-მა და Instagram-მა ყველაფერი იციან ჩვენ შესახებ. სად ცხოვრობთ, რას ვყიდულობთ, ვისთან ვართ ურთიერთობაში, როგორი სოციალური სტატუსი გვაქვს, სად ვისვენებთ და კიდევ 90-ზე მეტი პარამეტრი. ახლა მინდა გაგიზიარო ორი ტექნიკა, რომელიც უნდა გამოიყენო შენს ვიდეოებში, თუ გინდა მოიზიდო უფრო მეტი მსყიდველთუნარიანი და მიზნობრივი აუდიტორია. პირველი ტექნიკა არის storytelling-ი. ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ისტორიის მოყოლინგი. ანუ დაუკავშირე რომელიმე შენი საინტერესო ისტორია შენ საქმეს. მაგალითად, ამის შესახებ რომ ცოტათი ადრე მაინც მცოდნოდა, ცხოვრების 10 წლეულებს დავზოგავდი. და მაგალითად, აკავშირებ უძრავ ქონებას. აი რატომ უნდა შემეძინა 60-ოთახიანი ბინა 40 წლის ასაკამდე და არავისთვის მომესმინა. და მე როგორ ყვები შენს ისტორიას თუ ხარ ამ სფეროში. მეორე ტექნიკა არის ხმის ტემბრი. უეჭველი ქონია ესეთი შეგრძნება, როდესაც ვიღაცას უსმენ სასიამოვნო ხმით და თითქოს და ჰიპნოზის ქვეშ ხარ და იძირები მის საუბარში. ამიტომაც თავდაჯერებული ავტორის პოზიცია, კომპეტენტურობა და საკუთარი სტილისტიკა ძალიან წყვეტს. ზუსტად ეს უნარები გაგხდის მაყურებლისთვის საინტერესოს. და თუ შენ გახდები მაყურებლისთვის საინტერესო, ცხოვრებაში არასდროს დაიკარგები. თუ გსურს შენს ბიზნესში მუდმივად მოიზიდო მიზნობრივი აუდიტორია საინტერესო და ჩამთრევი ვიდეოების საშუალებით, მომწერე პირადში და გავისაუბროთ.